მე როგორც ჟურნალისტი მირჩევნია გითხრა რომ მოწმეები ჯობია რომ ჩაწეროთ. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ამავე დროს სოდის უფროსის ერეკლე კოდუას მეუღლეა, საკუთარი ძმის დაკავებაზე საუბრისგან თავს იკავებს. მიშა ჟორჟოლიანი სამართალდამცველებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მეგობრებთან ერთად რამდენიმე დღის წინ დააკავეს. რომ მე როგორც ვარ მხარე, ვერ ვიქნები ობიექტური. და ამიტომ მირჩევნია რომ ამ შემთხვევაში სხვები ჩაწეროთ. მე არ ვაკეთებ. გავრცელებული ინფორმაციით დაპირისპირება რამდენიმე ახალგაზრდას შორის აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ ბართან დაიწყო. საქმის გარჩევა მოგვიანებით ვაკის პარკთან გადაინაცვლა, სადაც ვითარების განსამუხტავად ვაკის საბურთალოს პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და ინციდენტში მონაწილე ადამიანების დაკავებას სცადეს. ამ დროს მიშა ჟორჟოლიანმა პოლიციის თანამშრომლებს მისი ვინაობა გაუმხილა და დასახმარებლად სიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს ერეკლე კოდუას დაურეკა. ამის მიუხედავად ჟორჟოლიანი ჯერ ნარკოლოგიურში, შემდეგ ის სამმართველოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია სტუდია GNS დაუდასტურა. სწორედ კვირის რეპორტაჟიდან გახდა ცნობილი ამ საქმის დეტალები. გადაცემაში ითქვა, რომ მიშა ჟორჟოლიანთან ერთად დაკავებულია მისი მეგობარი დავით ბენიძე, რომელიც ამავე დროს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ახლობელია. კოდუას სიძისა და კეზერაშვილის მეგობრის დაკავების შემდეგ ოპოზიციაში შიდა სახელისუფლო დაპირისპირებაზე ალაპარაკდნენ. ერთის მხრივ კეზერაშვილი, ყოფილი მინისტრი, ყოფილი ხაზინადარი და დღეს ასევე მაკონტროლებელი ძირითადში ნაციონალების ფინანსებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უგავლენიანესი, რა თქმა უნდა, მერაბიშვილის შემდეგ პიროვნება კოდუა სერიოზულ კონფლიქტში მყოფები მერაბიშვილთან უკვე ადგილს პოულობენ თუ უკვე არ იპოვნეს უგულავასთან. ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ დაპირისპირებას აბსურდულს უწოდებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მომხდარი ფაქტი მხოლოდ კანონისადმი მორჩილებაზე მიუთითებს. თუ ვინმე აშოვებს პასუხსაც აგებს, ამა თუ იმ ფორმით. რაც შეეხება აი დაპირისპირებას, რასაც მეკითხებით, ეს საერთოდ ამაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი, დაპირისპირება ნამდვილად არ არსებობს, რომელსაც მით უმეტეს ასეთ ფაქტებთან შეიძლება კონდეს ადგილი. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მიშა ჟორჟოლიანის დაკავების რეალური მიზეზი და უკავშირდება თუ არა ის მართლაც რაიმე დაპირისპირებას სახელისუფლო წრეებში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერეკლე კოდუას ცოლის ძმასთან ერთად დაკავებულები არიან ბენიძე, ღლონტი და ჩაჩავა. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიესაჯათ. წაყენებული ბრალდება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.